ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეო ქრესტომატიის ცოცხალი ტექსტების წარმოდგენა გაიმართა. პროექტი ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, აუდიტორიისთვის გაცნობასა და კიდევ ერთხელ გააზრებას ისახავს მიზნად. ცოცხალი ტექსტები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია. მომზადდა სამნაწილიანი ვიდეო ქრესტომატია, რომელიც აერთიანებს ძველ ქართულ და უახლეს ლიტერატურას. აი ამ ტექსტებში წარმოჩენილია სიტყვაკაზმული ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშები, რაც საშუალებას იძლევა, რომ ერთიანობაში იყოს აღქმული ზოგადად ქართული ლიტერატურა. დღევანდელი პრეზენტაციის ობიექტიც გახლავთ ქართულ მწერლობასთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო და ინოვაციური პროექტი, რომელიც ჩვენი მცდელობა იყო, რომ გაგვეცოცხლებინა უკვე ისედაც შეყვარებული ჩვენ გულთან ახლოს მყოფი ტექსტები. ჩვენი სურვილი იყო, რომ თანამედროვე გამოწვევებს ჩვენი ახალგაზრდობის, აბიტურიენტების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების გავყოლოდით, იმიტომ რომ ყოველთვის არის კითხვები, როდესაც სწავლობენ ისინი ქართულ ლიტერატურულ კლასიკას, არის თუ არა ეს მასალები ციფრულ მატარებლებზე ატვირთული. ჩვენი სურვილი იყო, რომ სწორედ ეს ვიდეოთეკა შეგვექმნა ქართული ლიტერატურული ქრესტომატიის